გამო გადაღება ბევრჯერ გადაგვიდია, მაგრამ როცა სტუმარი ყავს ჩვენს ქალაქში, წვიმასაც კი არ ვუშინდები. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ ჩემს სტუმართან ერთად ძალიან საინტერესო საუბარი შედგება. პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა იქნება დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი. წავედით. მე მეგონა რომ ხო, იქაც შევხვდებოდით, მაგრამ არ ყოფილა. სალამი. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. შაქრიანი თუ უშაქრო? ბათუმთან რაიმე განსაკუთრებული განცდები და კავშირები თუ გაქვთ? იმიტომ რომ ხშირად ხართ ხოლმე. კი, ხშირად ვარ, ჯერ ერთი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლიდი და ჩემთვის ეს წლები არის დაუვიწყარი. არ ვიცოდი როგორ მიმიღებდნენ ბათუმელი სტუდენტები. შენ არ უნდა გქონდეს შენ თავზე წარმოდგენა, რომ აი ყველგან შენთვის კარი ღიაა და ასე შემდეგ, მაგრამ მას მერე რაც აი შევდგი აუდიტორიის კარები და ჯერ 20 სტუდენტი იყო, მერე 50, მერე უკვე დიდი რაღაც მასტერ კლასებად გადაიქცა ჩემი ლექციები, აი ძალიან სასიამოვნო იყო. ეს მაკავშირებს ბათუმთან პირველ რიგში. მეორე ყველაზე დიდი განცდა რაც მაქვს ბათუმთან, მე დავხურე ბათუმის ციხე. პირადად მე გადავატრიალე გასაღები და დავხურე მაშინ უკვე როგორც საჯილახსოვრლების დეპარტამენტის მრჩევლის რანგში. და ესეც ვთვლი რომ რაღაცა მიღწევად ჩავუთვალოთ ჩემ თავს. ასე რომ ბათუმი ესეთი დიდი ემოცია არის ჩემთვის. ჩემთვის მაგალითად ლალი მოროშკინას სახელი როდესაც მესმის, პირველი რასთან ასოცირდება ეს არის რაღაც შინაგან ძალასთან და გეტყვით რატო. თქვენ ერთ-ერთი ის ადამიანი ხართ, რომელიც არასოდეს არ უშინდება რაღაცა ყველაზე არაპოპულარული მოსაზრების საჯაროდ თქმას. მე მგონია ჩემი დაკვირვებით, რომ დღეს საქართველოში ყველაზე მთავარი შიში სწორედ ეგ არის. არაპოპულარული მოსაზრების საჯარო თქმა. ყოველთვის იყო მთავარი შიში. მაგალითად, ხა მე მოვესწარე კომუნისტების პერიოდს, ხო, სადღაც მე-9-10 კლასში, როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა, ბევრმა არა, 3-4-მა, გავათვითცნობიერეთ, რომ გვინდა რაღაცა ევროპული, გვინდა რომ საზღვრები გაიხსნას, გვინდა რომ უფრო დიდი არჩევანი გქონდეს ცხოვრებაში, გვინდა უცხოეთში სწავლა და გვინდა ქრისტიანული მორალით ცხოვრება. ჩვენ გვეკეთა ჯვრები. ყოველ დილით ხვდებოდა სკოლის დირექტორი სასწავლო ნაწილთან ერთად და ამ ჯვრებს გლეჯდნენ კისრიდან, ხო. საოცარი აკრძალვა არა მხოლოდ ჯვარზე. აკრძალვა იყო სხვანაირ ვარცხნილობაზე, ვთქვათ. აკრძალვა იყო, რაღაცა ფერად გეტრებზე. თან მე ვსწავლობდი განსაკუთრებულად ცნობილ პოპულარულ ისეთ სკოლაში, ეს იყო პირველი ექსპერიმენტული, სადაც იყო ესეთი სადისტური რეჟიმი. შემდეგ ინსტიტუტში, რასაც ვაკეთებდით, იგივე 9 აპრილს ჩვენი სტუდენტების გასვლა და იქ, როდესაც დავსხედით, მართალია მე დედაჩემმა ქეჩოთი წამომათრია და არ დამტოვა იმ ღამეს, მაგრამ ესეც არა პოპულარული იყო. ნუ, შემდეგი ყველა ჩემი ნაბიჯი, როდესაც მივდივარ წინ, არის რაღაცით არაპოპულარული. თუმცა დღეს განსაკუთრებით რთულია ამ იმუნიტეტის გამომუშავება ამ კუთხით, იმიტომ რომ თანამედროვე რეალობაში სოციალურ ქსელებში და ციფრულ სამყაროში თავისუფლად შეიძლება გახდეს დიდი ჰეითის სყვერპლი. ხო, აი ეს იმუნიტეტი როგორ გამოიმუშავა? თუ ის ადრე მაგალითად შენ რაღაც შენი საქციელი არ მოწონდათ, ხო? იქ სადღაც სამზარეულოში იჭორავებდნენ, იქ ნათესავი მოვიდოდა და დედა შენს ეტყოდა, რომ კარგი რა, იცხოვროს როგორც ყველა ცხოვრობს, რა თუნდა ეს, რა საჭიროა ეს ყველაფერი. დღეს, როდესაც სოცქსელებია, რამდენადაც დიდი ჯგუფები ჩაერთვება შენს ასე ვთქვათ ჩაძირვაში, იმდენად იმატებს შენი რეიტინგი. ეს არის ალგორითმი, რომელიც მარტივი გამოსათვლელია. ანუ შავი პიარიც პიარიაო, როგორც ამბობ. რა თქმა უნდა, როგორც ამბობდა, მაგრამ ამის გაძლება ხო რთულია ემოციურად. რა, რომ ვიღაცა ორი სულელი, რაღაცა სისულელეს ამბობს. რატო? არ არის, არანაირად არ არის, ძნელად. ასატანი, იმიტომ რომ თუ შენ არ ყავს არამყვარებელი, თუ შენ წინააღმდეგ არ არსებობს ჯგუფი, რომელიც ფინანსდება, შენ ვერ შედექი. ეს ხო, მაგრამ ვიღაცა ამომავალია, ხო, ვიღაცა მართლა ნათელია, კარგია, უნდა გაანათოს და ესეთ ადამიანებს ხო უტევენ და კლავენ არა დასაწყისში. თუ ამომავალმა ვერ იქონია იმუნიტეტი, ის ჩამავალი გახდება. ანუ მზად უნდა იყო ამისთვის, როცა რაღაცას გეგმავ. ამომავალი ვარსკვლავები როგორც წესი ძალიან მოწყვლადები არიან და ძალიან ადვილია მათი აი თავიდანვე ხო ამისთვის უნდა ყავდეს ადამიანი გვერდში ან დაქირავებული ან ჯგუფი ან ვიღაცები ვინც მას ააცილებენ აი ამ ძალიან ტოქსიკურ გარემოს.
ერთ-ერთი ის ადამიანია თალეს შონია, ვისთანაც ალბათ ჩავწერდი ინტერვიუს. თქვენი ურთიერთობა როგორი იყო ამ ადამიანთან? დედა, როდესაც გაყვა თალეს, მე ვიყავი 2 წლის მის ხელში გავიზარდე. აი თქვენ წარმოიდგინეთ 95 წელი, როდესაც არ არის ინტერნეტი, არ არის მობილური ტელეფონები, საერთოდ მეილები, ანუ არაფერი არ არსებობს ჯერ კიდევ. და ჩამოდიან ადამიანები NASA-დან და მიყავთ ამერიკაში. ანუ მე არ ვიცი რა ინფორმაციამ გაჟონა, რომ რამდენად ძლიერია ეს ადამიანი, რომ როგორი ძლიერი აურა აქვს, რომ ის უტყუარ პროგნოზებს დებს. რაღაც კონტაქტზეც გავიდა. ხო, რა თქმა უნდა და სულ ამბობდა ამ კონტაქტებზე. ხა, ჩვენ მე და ჩემი ძმა ვიზრდებით. ხა, მე ვფიქრობ, რომ ერეკლემ თავიდან ბოლომდე აი შეისის ხორცა, მამის გენიც და სხვათა შორის აი ეს ნიჭიც. ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა უბრალოდ. თალესი ჩემთვის იყო გურუ, მე სულ ვამბობ. ადამიანი, რომელიც შემდგომში მიიწვიეს ბერლინის სამხედრო ბაზაზე სამუშაოდ. მან თქვა, რომ აი ამის მერე არავინ ცოცხალს არ დამტოვებსო. და როდესაც დაბრუნდა ბერლინიდან, ის უკვე იყო, ალბათ მე ვფიქრობ, დასხივებული და უკვე ძალიან ცოტა ხანი იცოცხლა, იმიტომ რომ ისეთი რაღაც იცოდა პენტაგონში ნამუშევარმა ადამიანმა და სამხედრო ბაზაზე ბერლინში, რაც არ უნდა გამختارიყო მასებისთვის ცნობილი. ხოთაშორის 8 წლით ადრე ჩვენ ვიპოვეთ მისი ჩანაწერი, სადაც ეწერა ასეთი რამე. როდესაც დედამ დაფერთხა შარვალი, გასარეცხად მომზადებული, ეწერა რომ მე 97 წელს მექნება დიდი შეხვედრა და აღმოჩნდა რომ ზუსტად თარიღი ქონდა დაწერილი თავისი წასვლის სხვა სამყაროში. ვაიმე. ზუსტი თარიღი. და ნუ ეს არის საოცარი. მე იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ოჯახი ცხოვრობს 2 სამყაროში, ამ სამყაროში და იმ სამყაროში და ყოველთვის როგორც ის მეუბნებოდა, რომ თხელი ფარდაა, არაფერი არ არის ჩვენ. აი, აქვე პარალელურად ცხოვრობენ სხვა ადამიანები, უბრალოდ ჩვენ ახლა არ გვაქვს უნარი მათი დანახვი. ჩვენი გარდაცვლილი სულები ჩვენთან ერთად არიან. ის ყველა რელიგიური დღესასწაული, რომელიც არსებობს, ისე ლამაზად ქონდა ახსნილი, რას რა დატვირთვა. ამბობდა რა გადაკვეთაზე არის აშენებული ეკლესიები, რომ ნამდვილად იქ არის პორტალი, სადაც ადის ეს მადლიცაში და მე ბრუნდება. ახლა უფრო ჩქარა ბრუნდება, ცუდიც და კარგიც. დამბურსკო. ხო, ყველაფრის მიუხედავად მორწმუნე იყო. და როგორი მორწმუნე? უფოლოგები ძირითადად რწმენასთან თან არიან, თან არ არიან. ჯერ ერთი კლინიკური სიკვდილი ქონდა და ნანახი ქონდა ის სამყარო. მე როგორი მორწმუნე იყო? ყოველთვის მარხულობდა მხოლოდ წყალზე და პურზე. იმ სამყაროზე რას ამბობდა? სუფრა რო იშლებოდა, ამბობდა, რომ აი, სუფრის სათავეში ხა დედაა. ანუ აქ და ახლა ხდება ყველაფერი. ანუ აი აქ პარალელური სამყაროებია. ამბობდა, რომ ნუ აშენებთ ახალს, აღადგინეთ ძველი. იმ ძველს თავისი ენერგეტიკა. ხო, ახლებმა შეიძლება არ იციან როგორ მოძებნონ და ძებნის მეთოდიკა არის აი როგორც ვაზით ეძებდნენ წყალს. ეხლა ყველა ადგილი, რომელიც არის და მოგვეწონა ჩვენ და გვინდა რომ ეკლესია ავაშენოთ, იქნება არ არის, იქნება არასწორ გადაკვეთებზე, იქნება პირიქით იქ ენერგოველი არ არის იმდენად სუფთა და წმინდა, ხო? და ამას დამატებითი სახსრები ჭირდება კიდევ რომ მიაღწიო იმას, რომ ეს რეალურად იყოს პორტალი ცასთან. კი. თქვენი პირველი კარიერული ნაბიჯები ჟურნალისტიკაში დაიწყო, სატელევიზიო საქმიანობით და ასე შემდეგ. ჟურნალისტიკაზე მინდა გკითხოთ. დღეს სად არის ჟურნალისტიკა? ზოგადად და არის თუ არა იქ სადაც უნდა იყოს? როგორია საერთაშორისო სტანდარტები აი ამ პროფესიის? რა ხდება საქართველოში ამ კუთხით? საერთაშორისო სტანდარტები საკმაოდ მაღალია და ეთიკური კოდექსი საკმაოდ მაღალია და ამას ჩვენ ვასწავლით სტუდენტებს, რომ ჯერ ერთი ჭირის უფალთან მიკროფონით მისვლა არაეთიკურია, სისხლიანი კადრები არაეთიკურია, შეურაცხყოფა რესპონდენტის მიმართ არაეთიკურია, გლოვიარე დედასთან და მამასთან პროკურორის როლში მიჭრა არაეთიკურია. გადაუმოწმებელი სიუჟეტები და გადაუმოწმებელი თემები საერთოდ დასჯადი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ თუ ვილაპარაკებთ რეალურად რა სტანდარტი არსებობს, სტანდარტი ის არის. აქ მოხდა რა, ძალიან კარგად მახსოვს სააკაშვილმა ერთი ხელის მოსმით ის ნამდვილი ჟურნალისტები, რომლებიც არსებობდნენ, უბრალოდ მოაშორა ეკრანებს, მოიყვანა ისინი, ვინც იყვნენ მისი უპირობო
შემსრულებლები მისი ახირების. და ვთქვათ, არც ერთ ის კადრი, რომელიც მას არ უნდა გასულიყო. ანუ ეს იყო უკვე ჯიბის ჟურნალისტიკა, ჯიბის ტელევიზია, ჯიბის მაუწყებლობა და რაღაც თავის ჯიბეს მოარგო ეს ყველაფერი და მაშინ მოხდა პირველი რღვევა, ესეთი, იმიტომ რომ მანამდე სტანდარტი არსებობდა. კარგად მახსოვს, ქვიშისათი იყო პირველი საინფორმაციო ღამის, სადაც მამუკა არეშიძემ ესე ახალგაზრდა ჟურნალისტები მოგვიყვანა, რომ აი ხა მე შემიძლია თქვენთან მარტო ვიარო კი არა, ეს ძუნძულითაც რომ ვიარო, არ ვიქოშინებ. იმიტომ რომ ამას ცალკე გვასწავლიდნენ, გვარბენინებდნენ ტელევიზიის ტერიტორიაზე, გვალაპარაკებდნენ, ანუ ეს ქოშინი რო არ უნდა გადაყლაპო რესპონდენტი საუბრის დროს. ანუ ფიზიკურათაც საჭიროა მზაობა ჟურნალისტიკის. ჯერეთი ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს ისეთი მოშვებული, რომ თქვათ, აი არ ჩაჯდეს თუნდაც რაღაცა, ხო, ვიზუალური სტანდარტი აუცილებელია. იცი შენ რომ ეკრანი 10 კილოგრამს ამატებს. ამიტომ თუ შენ გიყვარს შენი მაყურებელი, შენ უნდა შეინარჩუნო ფორმა. მე იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ეს დაბოტოქსებული სახეები შემოსულია ეკრანში და აი ესე გადმონთხეული აქვს ბოტოქსი მაყურებლებს. ესეც უპატივისცემლობაა. თუ მე ვეღარ ვიყავებ ჩემს ფიზიკურ მონაცემებს, მე აღარ უნდა ვიჯდე ეკრანზე, მე აღარ უნდა მიმყავდეს გადაცემა, მე შემიძლია გადავინაცვლო პედაგოგიურ სფეროში, რადიო ინდუსტრიაში, პუბლიცისტიკაში. რატომ მოკლეს პუბლიცისტიკა? როგორ შეიძლება ჟურნალისტიკაში არ არსებობდეს პუბლიცისტიკა? ამიტომ ჩვენ მივიღეთ NGO სექტორის მართული ჟურნალისტები, მე არ მინდა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მივაყენო, არა ადამიანები, რომლებიც მართულები არიან. ჟურნალისტი სულ სხვა რამეა. ცალკე ვასწავლე. რეალობაა თუ ზოგადად? არა, NGO ამერიკაში საერთოდ არ არსებობს NGO სექტორი. ევროპაში არ არსებობს ასეთი მცნება საერთოდ, რომ მართული იყოს ეს ყველაფერი, ჟურნალისტიკა. კი, მე რაღაცა ლობისტური ჯგუფები არსებობს, როგორ არ არსებობს, მაგრამ ისე რომ შენ იცოდე რომ ერთი ტელევიზია მხოლოდ fake news-ებზეა აწყობილი, ხო? ნუ წარმოუდგენელია ეს ყველაფერი და ჩვენთან ხა რა მოხდა? მე ჟურნალისტი ვარ, ჩემთვის ყველაფერი შეიძლება. რატო? შენ ხარ საშუალო რგოლი საზოგადოებასა და იქ სადღაც ზევით. ანუ შენ ხარ დამაკავშირებელი. სამწუხაროდ ჟურნალისტს გონია რომ ის არის რაც არის. ის ასე თითი უნდა უქნიოს. არა, პირიქით შენ უნდა იყო დამაკავშირებელი. მედია, მედიატორი, მეტი რა არის, ხო? მეტი რანაირად უნდა აუხსნა ადამიანებს, ხო? და სამწუხაროდ ჩვენთან გაუკუღმართებული ფორმა მიიღო. აი ეს აგრესიული ჟურნალისტიკა უფრო მუშაობს. რეიტინგის ამბავში ვამბობ. როგორც ამოხტები ამ რეიტინგში, ისე ჩახტები უკან. და შემდეგ შენი აზრი სხვათა შორის, ანა მე რა უნდა გითხრა და ძალიან მომწონს ეს მომენტი. როდესაც ვწერ რაღაც სტატიას თქვათ ამ Facebook-ზე, ამ თქვათ რაღაც ჩემს მოსაზრებას, ნუ არ ვიცი 4-5-1000 ლაიქი ეგრევე აქვს. რატომ? გაჩნდა ესეთი ნიშა ცარიელი, სადაც აღარ ისმის ლოგიკური აზროვნება. ანუ ურაპატრიოტიზმი კი არა, რომ აი ახლა რაღაცა ყვირილები და სასტვენები, არა, ადამიანებს მოენატრათ აი ესე მსჯელობა, ლოგიკა და მე რა იქნება? გაჩნდა აი ამის აუცილებლობა და კარგია. ანუ ჩვენ ნელ-ნელა ტაბლოიდური ჟურნალისტიკიდან და ეხლა ესე ჩვენი მოგონილი არ არის, ხო? ეხლა ამერიკელების ნოუ-ჰაუ იყო ეს აი ძალიან ტაბლოიდები და ისინი იქაც მიხვდნენ, რომ ის სტატია, რომელიც უფრო ანალიტიკურია, უფრო ღრმა არის, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ წუთიერი. ერთ-ერთი პირველი ვიყავი. როდესაც თქვი, რომ უკრაინა დასრულდება ამ ომით და მაშინ მითხრეს, რომ ვაიმე, შენ არ დაელოდე მთავრობის რეაქციას ამ ყველაფერზე, მაინდა-მაინც აი აქაც დედაჩემმა მითხრა, ძალიან კრიტიკული იქნებოდა წინასწარ უნდა გამოხტარიყავი ახლაც, აი შენ ხო მაინც აი მთავრობასთან ხო ეს ძალიან ესე ასოცირდები მათთან, მათი გუნდის წევრი ხარ და აი მაინც მეთქე დედა არ არსებობს მეთქი. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად ასეთ აზრზე იქნებიან ისინიც. და ასეც მოხდა. დააფიქსირეთ მაშინ, აი სწორედ ეს კითხვა დავსვი. მაშინ ძალიან არაპოპულარული არის. ძალიან არაპოპულარული, ძალიან. ისევ რომ ორივე მხარეს იყო დუმილი. აი რატომ არის მაინც და მაინც აუცილებლობა იმისა, რომ ადამიანმა რაღაცა კრიზისები გაიაროს, სირთულეები გაიაროს, რომ განვითარების შემდეგ საფეხურზე გადავიდეს. იმიტომ რომ უნდა დაეცე რო ადგე. აი უყურე ებრაელებს აქვთ ფანტასტიკური ნათქვამი, რომ ღმერთმა არ მოგცესო ახალგაზრდობაშივე წარმატება. შენ თუ არ დაეცი, კარგად არ გეტკინე, კარგად არ იჟეჟე.
და მე როგორ უნდა წამოდგე და თუ ასე მარტივად მოდიხარ რანაირად უნდა მიხვდე რომ იქაც გაჭირვება თუ შენ არ გამოიარე მაგალითზე რა ვიცი მე აი რაღაცა ჯერ არავის არ უსწავლია სხვის მაგალითზე ეს არის გამორიცხული შენ თვითონ თუ არ მოხვდა კარგად ესე იგი მე სულ მხვდება ესე იგი სკოლიდან დაწყებული პირველ კლასში რომ მივედი 5 წლის შენო მაროშკინას აქ რა გინდოდაო არ მომხვდა 45 ბავშვი ვისხედით და მე მკითხეს მარტო და მე ვიყურებოდი მე საერთოდ არ ვიცოდი რომ სხვანაირი გვარი მაქვს ვერ მივხვდი რა მკითხეს და რომ მოვედი დედაჩემს მკითხე მასწავლებელმა ესე მკითხა მეთქი რომ შენ რა გინდა ქართულ სკოლაში თქო და რატო თქო ვერ ხვდებოდი რომ მე თურმე რუსული გვარი მაქვს მე 5 წლის ბავშვს არ მესმოდა და მივედი სკოლაში 5 წლის იმიტომ რომ ნოემბერში ხვდებოდი 6 წლის ხო პირველად მორიელი ვარ კი პირველად მაშინ მომხვდა მე უკვე იყო აისუ ჭიდილი პედაგოგებთან, პედაგოგიურ სასწავლთან მუდმივად ჭიდილი მქონდა, იმიტომ რომ არ მომწონდა მათი აი ეს აღზრდის მეთოდებით, ყურის აწევის. შატალოზე წავიდა მთელი კლასი. დაგვაყენეს და ყველასთვის უნდა გაერტყათ სახეში. მარტო თქვენ დაისაჯეთ? არა, მარტო მე გავიწია და არ დავარტყმევინე. და უთხარი მაგ ხელს მოგტეხავ თქო. რა თქმა უნდა, მადლობა მიუხედავად იმისა, რომ ფრიაძებს სწავლობდი ყოფაქცევაში მქონდა სამიანი. იმიტომ რომ არასდროს არ მიქცეოდი ისე, როგორც პედაგოგიურ კოლექტივს უნდოდა. ასტროლოგები რო გამოდიან ხოლმე და ვთქვათ ამბობენ ესეთ რამეს, რომ ეხლა არის რეტროგრადული რაღაცა ცაში, ვაიმე ისე მიხარია, იმიტომ რომ გიждები კრიზისზე. მეც. თუ მაქვს კრიზისი ესე იგი რაღაც ახალი მოდის. არა, თევზი წყალში ვარ. ესე იგი, თუ ხედავ რომ აი სადღაც ესე מחურავენ სახურავს თავზე, ხო და უნდათ რაღაცა დამადაბლონ, ესე იგი დუღილის ტემპერატურა მეწევა და მაშინ ვაკეთებ ყველაფერს საინტერესოს. მე ვარ 55 წლის და ძალიან ადრე დავიწყე ფიქრი, ასაკში რა ვაკეთო. და რო წარმოვიდგენდი ბავშვი 55 წლის ესეთი ჩითის კაბაში და რაღაცა ესე სამოვარს ვაცვამენ ზევიდან ქალებს ესეთი გაპუნტურებული და უკვე არაფერი შვილები გაზდილი, შვილიშვილები გაზდილი, მეტი რაღა გინდა, რას ლაპარაკობ? მე უნდა ვიყო მუდმივად ფორმაში. არასდროს არ მომიწევია სიგარეტი, იმიტომ რომ ვცდილობდი რომ ჩემი თავი ესე გამეზარდა ასკეტურად, რომ აი სიგარეტი რო ვერ ვიშოვო, მე რა ვქნა? ანუ მე ვძლებ უსაჭმელოდ, უწყლოდ, უარაფროდ, მე არ მაქვს წნევები, არ სვამ წნევის წამალს, რატო იცი, როგორც კი ვატყობ, რომ ესე მაბრუვალებს, უხვდები ხო, բայց ფიზიოლოგიაა, ხო? წავალ რაღაცას დავეტაკები, გადავათრებ სიმძიმეებს. როცა გძნობ რომ ვერ ახარ კარგად, ესე იგი შენ მოზღვავებული ენერგია გაქვს და უნდა დახარჯო და წამალი რატო უნდა დალიო? რომ შენ ეს ენერგია სადღაც იქ მოათავსე შიგნით. ხო, ამე შეიძლება კედელი გავანგრიო, ისე ვარ ხოლმე, ისეთ ენერგიაზე და წავალ ვივარჯიშებ, ვიცეკვებ, დავხარჯავ ენერგიას, თუ საჭირო 50 გრამ კონიაკსაც დავლევ და მორჩა, ცხოვრება მშვენიერია. ყველაზე საინტერესო რომელი ასაკია და პერიოდების მიხედვით რა მიდის და რა მოდის? ყველაზე კარგი ასაკი არის 35-დან 45 წლამდე და არავინ არ თქვას, რომ ვაიმე მეერეც კარგია, მერე უბრალოდ შენ იღებ იმ რეალობას, რომელიც არის და ცდილობ იმ რეალობაში თავი შეინარჩუნო. აი 35-დან 45 წლამდე რატოა ყველაზე კაი პერიოდი? ეს არის ყველაზე კარგი წლები, უკვე დაგროვილი რაც გააქვს 35 წლამდე. შენ რეალიზებას იწყებ 35-დან 45 წლამდე, ყველა დაგროვილი რაც არ გამოგივიდა, რაც გამოგივიდა. არ გაგიმართლა ქორწინებაში, შენ შენგენაცვალე შეფუთე ლამაზად ეს გრძნობა, გააგრძელე ცხოვრება. არ მოგეწონა პროფესია, გამოცვალე პროფესია. ანუ შენ ეს წლები გეძლევა ამისთვის. 45 წელი არის უკვე ზუსტად იცი რა გინდა და ვინ ხარ? და უნდა გაშალო ფრთები. ხო, ანუ უკვე შენ ყველაფერის უფლება გაქვს, მაგრამ აღარ გაქვს ექსპერიმენტების უფლება. ჩვენთან სამწუხაროდ მაინც ეს პროვინციული აზროვნება არის, რომ ქორწინებაში ვერ გაგიმართლა, მაგრამ ბავშვები, ცოდვები არიან, არა, ბავშვი ჭირდება ჰარმონიულად დედაც და მამაც ერთმანეთთან ურთიერთობაში და თუ არა და ჯობი არ ხედავდეს მოჩხუბარ მშობლებს. ეს არის ყველაზე ცუდი მისთვის რა და აი ყველაზე მეტად ქალს ასაკის რომელ პერიოდში სჭირდება პარტნიორი და პარტნიორული ურთიერთობები? ყველა ასაკში სჭირდება. ეხლა როგორ შეიძლება მე ვთქვა, რომ ეხლა იმდენად კარგად ვარ მარტო და ძალიან ბევრი წელია რაც მარტო ვარ, რომ იდეალურად ვარ ჩემ თავთან. არა, კარგია, მაგრამ თუ ის პარტნიორი არ პასუხობს ჩემს მოთხოვნას, მირჩევნი არ მყავდეს. მე თვითკმარი ადამიანი ვარ და არავის არ ვიყო ჩამოკიდებული და კინოში წასვლა თუ მინდა მეგობრებთან ერთად წავალ. მაგრამ თუ იქნება ადამიანი, რომელიც ინტელექტუალურად, იცი, რა არის ყველაზე მთავარი? ნუ აი რა ქნა ინტელექტუალური ბმა. აი რას ნიშნავს ეს ინტელექტუალური ბმა? რომ შენ რომ ფრაზას იწყებ,
ის დაამთავრებს ამ ფრაზას, რომ შენნაირად აქ ემოციური კავშირი თუ ერთ წიგნებს კითხულობდით. ხო, ერთ სიხშირეზე ხართ აწყობილები რა. აი, სხვანაირად ისეთი დისონანსი მოდის, რომ ვერანაირად ის შენ ვერ გაგიგებს, შენ მას ვერ გაუგებ და მე შეჭამთ ერთმანეთის დროს და ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება. ანუ მე მარტო ყოფნაში ძალიან დიდ კომფორტს ვნახულობ. მეტი დრო მაქვს წიგნებისთვის, მეტი დრო მაქვს ოჯახის წევრებისთვის, მეტი დრო მაქვს აი თუნდაც იმ ბიზნესისთვის, რასაც ვაკეთებ. იმიტომ რომ პარტნიორულ ურთიერთობას დიდი ენერგია მიაქვს. ძალიან დიდი და აუცილებლად ქართველი მამაკაცი კიდევ რა გინდა ეს სიღნაღი კაცო. და ვინც ეს შეკითხვა დაასვა, რომ ამას ხო ბევრი დრომია, ყველა გაფრინდა ჩემი ცხოვრებიდან, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი გრძნობა არის მეგობრული გრძნობა. ჩემთვის მეგობრები არის ყველაფერი. ჩვენ ერთმანეთის გულისთვის, აი ძალიან დიდ მსხვერპლზეც წავსულ ვართ მეგობრები და როდესაც მამაკაცი შენ გვერდზე უნდა იყოს არსებობს, არ აქვს მნიშვნელობა, ხა ჩემ ასაკში უკვე ქმარი იქნება თუ უბრალოდ მეგობარი მამაკაცი დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. შეიძლება ორნი იყოთ სამზარეულოში და უბრალოდ პიცას აკეთებდეთ ან სპაგეტის, ან უბრალოდ წითელ ღვინოს ვამდეთ, მაგრამ ისეთი სულიერება იყოს, ისეთი სამყარო იყოს თქვენ გარშემო, რომ მეტი არავინ არ გჭირდებოდეთ. მაგრამ თუ შენ იღვიძებ და ის ადამიანი საერთოდ არც იყურება შენსკენ, ესე იგი ნახვამდის ყველა ასაკში. ჩვენი ბიჭები მალე ბერდებიან, მინდა გითხრა რა. ქართველები? ხო. ჩვენი თაობა ძალიან უბედური თაობა, 4 ომი გამოვიარეთ. გამოვიარეთ ყველაფერი, ნარკომანია, ლოთობა და ჩემი თაობის მამაკაცებმა ვერ მოაღწიეს აი რაღაცა სასურველ ასაკამდე. ეს სამწუხაროდ ასეა. კი, ეგ არის, ხო, მართლა არის. ჩვენ ძიმე თაობა ვარ და მე იმიტომაც გაძლიერდნენ ესე ქალები, რომ შენ უნდა გეკეთებინა ყველაფერი, ხორაგი შენ უნდა მოგეტანა, ანუ ოჯახი შენ უნდა იმას გექნა რაღაცნაირად და მე თუ ქალობა შეინარჩუნე კიდე და რაღაცა კიდე გინდა, ეგ უკვე ფუფუნებაა. ჩემ შემთხვევაში ძალიან პრობლემურია, მე არ მიყვარს ჩემი პროფესიის მამაკაცები. ანუ რო გვერდზე მყავდეს. აი ხა ისეთ რაღაცებს. ანუ ერთ სფეროში არ უნდა იყოთ. არა. გამორიცხულია ძალოვანი სტრუქტურებიდან მამაკაცები. გამორიცხულია მსახიობები, რეჟისორები, მომღერლები. რაღა დარჩა? რა დარჩა? ბიზნესმენი. მშენებელი და ექიმი. რამდენად შესაძლებელია მთელი ცხოვრება, რომ აი ეს ერთ პარტნიორთან ერთად გაატარო? აბსოლუტურად. აი ხა ჩვენთან ერთად ჩემი მეგობარია, რომელიც კადრს მიღმა. აი რანაირად უნდა მოხდეს ეს ნება არ გაჩერდა. არ ვიცი როგორ ახერხებენ. 17 წელს რო გაიცნეს ერთმანეთი, ეხლა უწუ ეს სანამ ჩვენ გადაღება გვაქვს, ის ტელეფონზე კიდია. ბეონები ან როგორ არ მოგბეზდათ ერთმანეთი ამდენი წელი. ეს არის რაღაც ჩემთვის საოცრება. სიყვარულზე მიდი. აი სიყვარული უნდა ამ კაცს და სიყვარული რო არ არსებობდეს, საერთოდ ამ ცხოვრებას აზრი არ აქვს. როგორც არ უნდა გითხრას ქალმა, რომ იცი რა ჩემ ცხოვრებაში ამას არ აქვს მნიშვნელობა აქვს. მე მაგალითად დღემდე მასულ დგმულებს ის გრძნობა, რომელიც მქონდა და ის არცად არ წასულა. აი რა უნდა დათმონ თქვათ ურთიერთობაში? თუ საერთოდ არ უნდა დაისვას ეს საკითხი, რომ რაიმე დასათმობია, როცა არა როგორ არ არის? არა, არის დასათმობი, ბევრი რამე. ქალი და მამაკაცი არის სხვადასხვა პლანეტა და იქ ასე რომ იცი მე მინდა და ესე იქნება და შენ ასე გინდა არ არსებობს, დათმობა არის და თუ ისწავლი დათმობას, ოღონდ ეს ამება შეპარულ ურთიერთობას არ უნდა დაემსგავსო. მე შენი გულისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი. არა. მე გააზრებული დათმობა. ხო, გააზრებული. აი, იმიტომაც ვამბობ, გინდა არ გინდა, ისევ მივდივართ გონებამდე, აზრამდე. თუმცა ალბათ ყველაზე დაბალი განვითარებული ადამიანები უფრო ბედნიერები არიან, იმიტომ რომ ნაკლები რაღაცა უნდათ ცხოვრებაში. ეს გადაცემა პოლიტიკას საერთოდ არ ეხება და აპოლიტიკურია და საერთოდ ვცდილობთ რომ არ ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ფორმატი სულ სხვა, მაგრამ გადაცემის ბოლოს მაინც მინდა რომ გკითხოთ რამდენად გაიზარდა შანსები იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. თუ დიპლომატიურ ურთიერთობებს დავალაგებთ, ისე როგორც უნდა დავალაგოთ, რა თქმა უნდა, გაზრდილია, იმიტომ რომ იქიდან მოდის სიგნალი ამისო. აფხაზეთიდან? არა მხოლოდ იქ, სადაც დაიკარგა ტერიტორიები იქიდან. ამ სამკუთხედში თუ ოთხკუთხედში არც აფხაზები, არც ოსები არაფერ შუაში არ არიან. ვინც არია, იმან უნდა დაალაგოს და შენ თუ იმას არ დაელაპარაკები, ვინც აგირია, არეული დარჩები და ომები მთავრდება ადრე თუ გვიან. მერე იწყება მოლაპარაკება. თუ ჩვენ არ დავიწყეთ მოლაპარაკება მათთან, ვინც არის მთავარი დამნაშავე ამ ტერიტორიების დაკარგვაში. და ეხლა არის ყველაზე კარგი დრო ამისთვის. არ იყოს. სკროლავ ძალიან ხშირად და ისეთი ვიდეოები მხვდება
იგივე აფხაზების მიერ გადაღებული ვიდეოები, რაღაცა მათი ფიქრები, ახალი თაობის, აფხაზი ახალი თაობის, რა თქმა უნდა. რაც აქამდე არ ყოფილა. ერთადერთი საშუალება, რომ აფხაზი და ოსი როგორც გენოტიპი გადარჩეს, ეს არის მათი საქართველოში და საქართველოსთან ყოფნა. სხვა შემთხვევაში ასიმილირდებიან სხვა დიდ ერებთან და დაიკარგებიან, იმიტომ რომ ისედაც ძალიან ცოტანი დარჩნენ. ეხლა აფხაზეთი რა არის, ხო? ეს არის სომხები, უკვე ჩეჩნები, რუსები და ასე შემდეგ. ოსეთი კიდე ცოტა მეტნაკლებად ინარჩუნებს აი ამ თვითიდენტობას. გვაქვს ეხლა უნიკალური შანსი, რომ მათი უკმაყოფილება, რუსეთის მოთხოვნა, რომ რაღაცა ნაბიჯები ჩვენგანაც გადაიდგას, აი რაღაცა საერთო ვნახოთ იმისთვის, რომ კი არ დავაზიანოთ ჩვენი ინტერესი პირიქით, ის 20% დავიბრუნოთ. ჩვენმა თაობამ დაკარგა, ჩვენმა თაობამ უნდა დაიბრუნოს იმისთვის, რომ თქვენი თაობა ბედნიერი ცხოვრობდეს და მუდმივად ეს კომპლექსი არ ქონდეს, აი დაკარგული ტერიტორიების შვილი ხარ. მე არ მინდა, რომ ჩემ შვილებს შენ თაობას ეს კომპლექსი გაზდევდეთ, რომ აი ჩვენ რაღაც დავკარგეთ. მთელი საქართველო არის ერთი დიდი ლამაზი ბაჯაღლოში ჩასმული ბრილიანტი და გავუფრთხილდეთ, არ წავიდეთ. წავალთ დაიკავებენ ადგილს ხვები. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემი სტუმარი. საინტერესო იყო და კიდევ დიდხანს ვისაუბრებდით თქვენთან ერთად. ქრონომეტრაჟი რომ არა და თქვენს რომ თბილისში არ მიგეჩქარებოდეთ. ასე რომ სხვა დროისთვის გადავდოთ. მადლობა, ძალიან დიდი, ძალიან სასიამოვნო იყო ეს პრომენადი ბათუმში. ბედნიერი მგზავრობა. გაიმე რა საინტერესო ჩანთა. ვაუ! ეს ფენშუის კატა? ეს ის არის, აკუნა, წავედი. წარმატებები და კიდევ გნახ. მადლობა თქვენ.